დღეს ბარბარობა, რეჰანის ეს ეპიზოდი ბარბარობას მიეძღვნება და შესაბამისად ლობიანს შევჭამთ და რა თქმა უნდა შევუერთდებით სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს აქციაზე, რომელიც დეზერტირების ბაზრიდან დაიწყება და მივალთ პარლამენტის შენობასთან მსვლელობით. პირველ რიგში ცეხში მოვედით, იმიტომ რომ აქ საინტერესო ლობიანია ძალიან განსხვავებული, გაჩვენებთ რომ შევალთ ვახოს ჭიქები როგორც იქნა გამახსენდა თქვენახევარია მანქანით დამაქვს და დავუბრუნებ გემრიელი ჩაირო და კოლევინა. ზოგადად ბარბარობის დღესასწაულზე ცხებოდა ხოლმე საკურთხი. ქრისტიანობის შემოსვლამდე წარმართული ღვთაების დღესასწაული იყო და მისადმი მიძღვნილი, რომელიც ქალების, დღის სინათლის, თვალის ჩინივისაც აკლდა ასეთი ავადმყოფი ადამიანების, ძროხების მფარველი იყო და შემდეგ უკვე ქრისტიანობის პერიოდში წმინდა ბარბარეს დღესასწაულად გარდაიქმნა ბარბარობა და ამ დღეს ზამთრის დღესასწაულების დასაწყისი იყო ხოლმე და ამიტომ განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ მეკვლეც ყავდათ. ეხლაც ყავთ ხოლმე მე მგონი მეკლე. აცხობდნენ ნიგზიანი გულსართი, საკურთხს და შემდეგ უკვე ნიგოზე ჩანაცვდა ლობიოთი. წამოდი, ბევრი ვილაპარაკეთ. ცეხში შევჭამთ განსხვავებულ ლობიანს და მერე ტრადიციულ, კლასიკურ ლობიანს გავსინჯავთ ონიაშვილზე. ონიაშვილის ლობიანი ცნობილია საქვეყნოდ თბილისში. კიმასევდიანებს ეს გარემო რაღაც ცარიელი ყველგან და არსად არაფერი ხდება, მაგრამ კარგისკენ მივდივართ, ესე მგონია ეს გარდამტეხი ამბები იქნება კარგი ჩვენთვის. ამ ლობიანს ფუმფულა ლობიანი ქვია მენიუში. არასტანდარტულია და არსად გექნებათ გასინჯული. აი. ნახე. და მოყვება ცხარე ზეთი. პაპრიკით და წიწაკით. ამოვაწობ ახლა ამ ზეთში ფუმფულა ლობიანს და გავსინჯო. ძალიან უხდება. ძალიან გემრიელია, ლობიოს ცოტა შებოლილის არომატიც დაყვება. ძალიან უხდება ზეთი. ფანტასტიკა. ცომი ვისაც გიყვართ მოგეწონებათ. ცოტა სქელია და მაგიტო ვისაც ცომი არ უყვარს ზოგადად შეიძლება არ მოეწონოს. მერე ზეთი და ლობია ფანტასტიკურია. აქედან წავალთ სულელობაზე, სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების. იქაც ჩავწერთ იმ ადამიანებს, ვინც ხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, ბევრს აღარ ვისაუბრებ ამ თემაზე და მერე ონიაშვილის ლობიანსაც გავსინჯავთ. ჩემიდან გამომდინარე იმას გეტყვი, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს დღეს, რომ ვინმეს მოუმზადო ვახშავი, ჩემ თავსაც კი. და იმიტომ რომ რაც უსამართლობის შეგრძნება და სანამ შეგრძნება იქნება ჩემში, მანამდე მე ვიქნები გაფიცული. გამოუშვან ყველა დაზარალებული უკანონო პატიმრები და ხელახალი არჩევნები. და გაიმარჯვეს სიმართლემ
და იმან ვინც უნდა გაიმარჯვოს. რავი, როგორ შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი, როცა რეალურად მართლა ეს დიდი ხამრაც ხალის რო თავი დაანებო ჩვენი სტუმარმა მისდეოს სფერო და ზოგადად ეკონომიკური ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ტურიზმზე გაწყობილი, ვის შეიძლება მოუნდეს ქვეყანაში ჩამოსვლა, სადაც არის რეპრესიული რეჟიმი და სადაც თავისუფლება არ გაქვს ადამიანს, რომ ისაკეთო, რაც უნდა. ეკონომიკურ სიტუაციასაც რო გადახედო, ეგ არის, რომ არავის შესაძლებლობას აღარ ექნება მალე იმისი, რომ გავიდეს და სადმე ან ჭამოს, ან გალიოს, რავი, ან გააბრუნო მაღაზიაზე ხო უკვე რა, ყველანაირ თავისუფლებას გვართავენ და თავისუფლება არის ხო ჩვენი ფუნდამენტალური უფლება, რასაც ვთქვით. როდესაც ქვეყანაში არის უსამართლობა, ის ხალხი, ის ადამიანები, მე ვსაუბრობ დასავლურ ცივილიზაციაზე, ადამიანები, ვისაც გემოვნება აქვს, ვინც იცის და აფასებს ქართულ კულტურას, ისინი ჩვენთან აღარ ჩამოდიან. ჩამოდიან ძალიან მცირე რაოდენობით, რომელიც ჩვენთვის არ არის საკმარისი და ჩვენთვის, ქართველებისთვის გენეტიკურად მასპინძლობა, ანუ სტუმარი არის მართლაც საჩუქარი. და ამიტომ ჩვენ ახლა ამის გარეშე ვერ გავძლებთ. ჩვენ უამრავი ადამიანი დავიმეგობრეთ. ვაჩვენეთ საქართველოს საუკეთესო კუთხით. აქ არ არის საუბარი მარტო სასმელზე ან საჭმელზე. თქვენ იცით, რომ ქართულ კულინარიას, ქართულ სუფრას ახლავს თან უზარმაზარი კონტექსტი. ეს იქნება სადღეგრძელო, ეს იქნება ქვევრის ღვინო, უძველესი რამ, რაც ინერციით ჩვენ გენეტიკაში არის და გადმოეცემა თაობიდან თაობას. და ეხლა რჩებით საერთოდ მოწყვეტილი იმ სამყაროს, რომელიც კიდევ ერთხელ დაინახავს თუ რაოდენ ძვირფასია ჩვენი კულტურა. უბწყრულის პირას ვდგავართ. ანუ ჩვენ ისევ გვაბრუნებენ იზოლაციაში, ისევ გვაბრუნებენ მარწუხებში, რომლისგანაც ჩვენი წინათაობა განთავისუფლდა. და ჩვენ ეხლა დღეს უკვე ვეღარ შევძლებთ. მე მithქვამს, რომ თუ ოდესმე კარგი ღვინო გაგისინჯავს, ნამდვილი, მე ქიმიურ ღვინოს ვეღარ უბრუნდები და თუ ოდესმე თავისუფლების ჰაერი შეგისუნთქავს, ვეღარასოდეს ვერ დაგაბრუნებენ იმ საშინელ ციხეში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწევა. მადლობა, საუკეთესო დასასრულია ინტერვიუს. თუ თავისუფლების ჰაერი შეგისუნთქავს, ვეღარ დაგაბრუნებენ იმ ციხეში. იცი რა არის ყველაზე მეტად გული, იცი რა არ ზემწყდება, რომ რაც დავიბადე, ზუსტად იმ წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი სულ არის და თან მიხარია და თან ძალიან წყის, რომ ამ წლების განმავლობაში, როდესაც მე უნდა ვიხარჯებოდე და ჩვენ ყველანი აქ შეკრებილები, რომ განვავითაროთ ჩვენი სფერო, განვავითაროთ ჩვენი თავი და ასე დავეწიოთ ან დავასწროთ მსოფლიოს და ევროპას, სამწუხაროდ გვიწევს, რომ ვუმტკიცოთ ბევრს, რომ ეს არ არის სწორი გზა, რომ ამ გზით ჩვენ სფეროში და ზოგადად ქვეყანა ვერ მიაღწევს წარმატებას. ეხლა ეს ყველაფერი რაც ხდება დროთა განმავლობაში აუცილებლად შრამად დარჩება ჩვენ სფეროს. აუცილებლად არავინ არ თქვას, რომ ეს ისე გადაივლის, რომ რაღაც დაღი არ დაეწყობა ჩვენ სფეროს. ქვაბებით, ჩამჩებით, რამებით არის. ხოდა აი ამაზე ხდება გული, რომ ამ ქვაბებით და ჩამჩებით ჩვენ საჭმელს და კერძებს უნდა ვაკეთებდეთ და სამწუხაროდ გვიწევს ამით პროტესტის გამოხატვა. და თითოეული ესეთი დაკარგული დრო ნიშნავს ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგ დახურულ მცირე ბიზნესს, გაჩერებულ სფეროს და გაჩერება ნიშნავს უკან დახურებას. მაგრამ ანა, კიდე პოზიტიურად დავამთავრებ, რომ მოდი იყოს ეს ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ ორის წინ. ჩავთვალოთ, რომ ერთ ნაბიჯს უკან დგავთ და დროს კარგავთ და ვაპროტესტებთ, მაგრამ ამ პროტესტს მოყვება ორი ნაბიჯი წინ გადადგმული, ორი ნაბიჯი წინ გადავდგამთ
ჩვენ სფეროში და გასტრონომიაში. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ამიტომ უნდა გავამბრუნდეს. მადლობა. მადლობა შენ. მომენტი სადაც ხდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. თან აი რაღაცა ცოტა იქით და ცოტა აქეთ კი არა, ჩვენი ქვეყანა იარსებობს თუ არ იარსებობს, აი ამდენად მნიშვნელოვანია ჩემი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი რა. ჩვენ ვნახეთ რომ ყველაფერი ხდება რუსული და ბელორუსული სცენარით. ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებული მთავრობის მხრიდან ის რაღაცა დამპალი კანონები, რომელთაც დემოკრატიის და თავისუფალი აზრის გამოხატვის ბოლო გამოვლენებებს და წვეთებს აი ესე აღჩობენ და აღშობენ. ეს თუ ჩვენ დავუშვით, ჩვენ აღარ გვექნება ქვეყანა. ჩვენ ვიქნებით მარტო ის მასა, რომელიდანაც შეიძლება ამოწეულ გადასახადები და კიდევ უფრო მეტად თავისი ესეთი კონტროლის სისტემა მოგვახვიონ თავზე. ჩვენი აზრის გათვალისწინება მათ არ უნდათ, ასე რომ უნდა ვაიძულოთ რომ მოგვისმინოთ. მადლობა. ერთ დავამატებ, ბელორუსეთიც აღარ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენთან წარმოებაც კი არ არსებობს, სოფლის მეურნეობაც კი არ არსებობს. ძალიან ცოტა ხანს გავქეჩავთ ეკონომიკას. კი, შევავსებ თუ შეიძლება და სოფლიოს გარშემო დიქტატურები ძირთად ესეთ ნედლეულზე დგას, ან ნავთობზე, ან რაღაცა სხვა სიმდიდრეზე. ჩვენი ამ ადგილობრივი დიქტატურა დგას მხოლოდ ტყუილებზე და FSP-ს ჩარიცხულ გროშებზე, ასე რომ ამ ტყუილის ჩამორღვევით, რომელიც ყოველდღე ხდება, ყოველდღიურად სუსტდებიან და ყოველდღიურად უფრო სასაცილო ხდება მაგათი პროპაგანდა. მადლობა. დირექტ მადლობა. ბარბარობას ონიაშვილის ლობიანი ბევრად ადრე უნდა გქონდეს შეკვეთილი და ონიაშვილის ლობიანის გარეშე დღევანდელი ჩვენი დეგუსტაციები კიდევ ვერ ჩაივლიდა. ყველაზე რომელი წლიდან არსებობს, არ ვიცი, მე პირველად მახსოვს გავსინჯა 2005-ში და თბილისში ლობიანზე მე მგონი ყველას ონიაშვილი ახსენდება და გაახსენდება. ქარია და ერთხელ რა დამემართა, იცი? Facebook-ზე ეწერა ვიღაცას ონიაშვილის ლობიანზე რა ამბავია ბარბარობასო და მე დაუწერე, მე 5-ზე მაქვს შეკვეთილი მეთქი, აი ეგეთი ტონით და მოვედი და გატანილი დამხვდა. აი სინჯად. ისევ კარგია. დიდი ხანი არ მიჭამია. ცოტა მარილი აქვს ბევრი ჩემთვის. ბოლოს რო გავსინჯა, მაშინაც ეგ ვიფიქრე. Big Ben-ი რო იყო მარკეტი, იქ იყიდებოდა სტაფილოს რაღაც მჟავესავით და ონიაშვილის ლობიანი და ის სტაფილოს წნილი იყო. სასწაული მიქსი. ასეთი იყო ჩვენი ლობიანის და ბარბარობის დასასრული. პროტესტი გრძელდება, ისევ დაუბრუნდები მიმდინარე მოვლენებს და რეჰანიც რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ჩართულია.